მოგესალმებით მეგობრებო, ჩემო გუნდის წევრებო. ამ ვიდეოს ვაკეთებ ახლა მე თქვენთვის, მხოლოდ ჩემი გუნდისთვის. ეს ვიდეო არ მოხდება სხვასთან, გამოიყენებთ მხოლოდ თქვენ, ჩემი გუნდის წევრები. აი, მინდა გულწრფელად დაგეხმაროთ, ბევრი ახლები ხართ. რა თქმა უნდა, ახლები ჯერ მართალია დარეგისტრირდით, მოგეწონათ ძალიან კომპანია, ყველაფერი მოგწონთ ჩვენი, მაგრამ ახლები ჯერ ვერ მოქმედებთ, ვერ აკეთებთ სათანადოდ შეთავაზებას და ამიტომ მე ვაკეთებ იმას, რომ აი გაგიმზადოთ ვიდეო და ამ ვიდეოს საშუალებით თქვენ შეძლებთ ინფორმაციის მიწოდებას ჩვენი კომპანიის შესახებ. მეც ვერ ვაკეთებდი თავის დროზე მეგობრებო შეთავაზებას, არ მიკვირს ეგ. რა თქმა უნდა, ეს თქვენ იცით, რომ მე თავიდან პროდუქტით დავინტერესდი, პირველ რიგში ვიცოდი, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტები იყო, მაგრამ გამოვცადე ჩემ თავზე, ჩემი ოჯახის წევრებზე. შემდეგ, რა თქმა უნდა, რომ მომეწონა და იყო შედეგები, ეს მე ირგვლივ თქვი, გამიჩნდნენ მსურველები, ჩემს ირგვლივ ყველას მოუნდა ეს პროდუქტები. შემდეგ მათმა უამრავი ხალხი მომიყვანა თანდათან, ეს მოხდა თანდათანობით მეგობრებო, ეტაპობრივად მოხდა ეს ყველაფერი და დღეს თქვენს უყურებთ თქვენი თვალით რა ეტაპზე ვარ მე, მთელი ემიგრაცია, ირგვლივ მყოფ, რა ვიცი, თუ კი ვინმეს რამე გაეგება ლივგუდის შესახებ, უკვე მოდის ჩემთან და იწერენ პროდუქტებს და რა თქმა უნდა, შედეგები მარტო ჩემთან კი არ იდება, იდება სხვებთანაც შედეგები, ამას მოყვა სერიოზული გამოხმაურება და ამიტომ ჩვენ ვალდებული ვართ ეს უფრო ხარისხიანად, გულწრფელად, მაგრამ ხარისხიანად გადავცეთ ხალხს და დავანახოთ ზუსტად რა კომპანიაა ლივგუდი და რა სარგებლის მოტანა შეუძლია ლივგუდს თითეული ჩვენთაგანისთვის. პირველ რიგში კარგად უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს, რომ ძალიან სერიოზულ კომპანიასთან თანამშრომლობთ. ყველაფერი აქ კომპანიას მოწესრიგებული იურიდიულად, აი ყველა საბუთის დაცვით არის კომპანია შემოსული. კომპანიას უძლიერესი ჭკვიანი ხალხი მართავენ, ძალიან სერიოზული ადამიანები მართავენ და ასევე ყველაზე დიდი კოზირი გვაქვს ის, რომ აი კომპანიას ყავს თვითონ ექიმები, ძლიერი ძალა არის ექიმები, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები, რომლებიც აწარმოებენ ორგანულ პროდუქტებს და აი თქვენ კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ აი მთელ მსოფლიოში უამრავი გამოხმაურება აქვს ამ ექიმებს. ყველაზე მაგარი ის არის ჩვენთან, რომ აი რადგან საქმე ჯანმრთელობასაც ეხება ჩვენ კომპანიასთან, ჩვენ არ გვიწევს ექიმობანას თამაში. პირდაპირ წვდომა გვაქვს ამ ექიმებთან, ეს რამხელა კოზირია მეგობრებო, ხო? ექიმებთან და თითოეულ ადამიანის შესახებ წერთ წერილს და ისინი გვაძლევენ რჩევებს. რომ რა უნდა მიიღოს ამ შემთხვევაში ადამიანმა, რომ აი შედარებით უკეთეს მდგომარეობას რომ მიაღწიოს და ამისი არაერთი მაგალითი მოწმობს უკვე ამას. ამასთან ერთად ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კომპანია თვითონ ჯერ ახალია, 3 წლის და ცოტა მეტის არის კომპანია და აი 3 მილიონზე მეტი წევრი ყავს. საქართველოში 8000-მდე რეგისტრაცია არის უკვე ნანამახსენა ერთ-ერთ ჩართვაში 8000-მდე რეგისტრაცია არის. აი ძალიან მაგარი მომენტია ის, რომ საქართველოშიც აი ძლიერი ადამიანი ხელმძღვანელობს საქართველოს გუნდს და აი იცოდეთ მეგობრებო, რომ ძალიან ბევრმა დააპირა ლივგუდის შემოტანა საქართველოში, მაგრამ მათი ხაზი არ განვითარდა და ეს ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ზევით ძლიერი მხარე გვყავს. ასევე ისეც უნდა ვიცოდეთ, რომ აი კომპანიას უკვე ყავს, დღესდღეობით ყავს 7500-ზე მეტი მილიონერი 3 წელიწადში. წარმოიდგინეთ, ეს ხო არ არის პატარა ციფრი, 3 წელიწადში არც ერთ კომპანიასთან არ არის ასეთი შედეგი, ასეთი მილიონრების ცვენა. და ჩვენთან ეს ხდება. და ერთ-ერთი არის ტიმ მილერი ამერიკაში, რომელიც კაცი, ინვალიდი კაცი იყო, დღესაც ახლა ინვალიდია, რა თქმა უნდა, ეტლში ზის, მაგრამ ის რომ ერთ დროს კაპიკობით ფულს აგროვებდა და აი მათხოვარი იყო, ასე რომ ვთქვათ. დღეს ეს ადამიანი არის მილიონერი. და როგორ მეგობრებო, საიდან? აი მოქმედებდა ეს ადამიანი. ახლა ეტლში კი ისდა, მაგრამ უნარო კი არ იყო, მან გამოაჩინა ყველაფერი ის უნარები და აი დღეს რა შესაძლებლობაც გვაქვს ჩვენ
სოციალური ქსელი. დაწერე შენი სათქმელი გამოაქვეყნე. აი ზუსტად ეგ არის მოქმედება. არსად წასვლა-წამოსვლა არ გვიწევს ჩვენ. მე უამრავი კომპანია გამოვიარე და ასე იული სამუშაო არსად არ იყო მეგობრებო. დაწერე რაღაც ჭკვიანური გამოაქვეყნე. დღეს, ხვალ, ზეგ, არ გაჩერდე, ერთი თვე, ორი თვე და ხალხი დაიწყებს თქვენზე ყურადღების მოქცევას. და თუ კი თქვენ არაფერი არ გამოაქვეყნეთ, არ დაანახეთ თქვენ ხალხს სად ხართ, რა გიხარიათ, რატო ხართ აქ. ისი ამირან გულში მღეროდაო, ვინმე მოვა თქვენთან? აი ჩაფიქრთით. ამიტომ დღეს ყველაზე მეტი შანსი გვაქვს, მეგობრებო, რომ აი სოციალური ქსელით ბიზნესი ავაწყოთ. აი მეც ისეთი მორიდებული ადამიანი ვიყავი, ძალიან მერიდებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ ისე გავთამამდი ნელ-ნელა, ეს ხალხმა ისეთი კარგი მესიჯები მომდის, ხმოვნები მომდის. ეხლა ამ ვიდეოს ჩაწერაშიც რამდენი ხმოვანი მომივიდა, რომ სადაური თევდორაძე ხარ, ვინ ხარ, საიდან ხარ და გავაჩერე უცებ ვიდეო და გავუგზავნე იმ ადამიანს ხმოვანი. აი ყურადღებიანი უნდა იყო, მე ადამიანი როცა მოგწერს, აი მაშინვე უნდა იმ ადამიანს პასუხი და შეეცადეთ, რომ აი მუშაობასაც რო დაიწყებთ, იყავით ყურადღებიანი, რომ ადამიანის გულის თქმა გაიგოთ. ეხლა აი ზუსტად მაგამდე მივდივართ, რომ აი როგორ გახდნენ ეს ადამიანები მილიონერები. ზუსტად მაგით მივდივართ და ეხლა ზუსტად აგიხსნით, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს კომპანია და საიდან ხდება აქ თანხების შემოსავალი ზოგადად რა კუთხით შეგვიძლია მივახციოთ. აი ამას აგიხსნით ეხლა. ეხლა იმისათვის რომ თანხები გამოვიმუშაოთ ჩვენ ამ კომპანიაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ხო? ანუ უნდა დავრეგისტრირდეთ. რეგისტრაცია ამ კომპანიაში აი ერთჯერადად ჯდება $50. $50 არის სადღაც 135 ლარი მეგობრებო. ეს ვიცოდეთ, რომ აი პირველად ერთჯერადი თანხა რომ თქვენ დარეგისტრირდეთ ამ კომპანიაში არის $50. შემდეგ ვალდებულებაში არის უკვე $10. $10-იც არის უკვე სადღაც ლარში 27 ლარი. ეს 27 ლარი არის უკვე სავალდებულო იმისათვის, რომ შენ კომპანიაში პროდუქცია იყოს საბითუმო ფაში და აი ხელფასები რომ დაგერიცხოს. ეხლა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც ადრე ბიზნესში შევთავაზე 2 თვის, 3 თვის შემდეგ მეხმიანებიან და მეუბნებიან. ლია, იცი რა, მე ძალიან მომწონს ეხლა ეს პროდუქცია. ყველა თქვენ პროდუქციაზე საუბრობს. დარეგისტრირებაც მინდა, მაგრამ ეს $10 რომ არის გადასახდელი, ამიტომ ვიკავებ თავს. თქვენ წარმოიდგინეთ, მეგობრებო, ხალხი მაინც უყურებს, ფიქრობს, რომ $10 რომ მე ყოველ თვე გადავიხდი, არ დავკარგო ხო ეს $10. და ეხლა მე გულწრფელად მინდა, მართლა მინდა აგიხსნათ, რომ ჩვენ რომ $10 ვიღებთ, ეს ჩვენი პროდუქტები, რასაც კომპანია აწარმოებს. აი, რასაც კომპანია აწარმოებს, როგორც გითხარით, თავში ხომ გითხარით, რომ ექიმები არიან, ვინც პროდუქტებს აწარმოებენ კომპანიაში. თუ რამე პროდუქცია იწარმოება ჩვენს კომპანიაში და დაემატება, მეგობრებო, ყველაფერი ეს ჩვენთვის იქნება საბითუმო ფაში. თითქმის როგორც უჯდება კომპანიას ოდნავ მომატებულ ფაში. წარმოიდგინეთ. და როცა ჩვენ წევრებს ასეთ ფაში მოგცემს კომპანია პროდუქციას, მაშინ რა დარჩება კომპანიას მოგება, ამიტომ ამ $10 საწევროებით წარმოიდგინე, იქეთ გვიხდის შემდეგ ხელფასებს ჩვენ. აი $10 მონაწილეობს ამაში. სამაგიეროდ ჩვენ კარგად უნდა მივხვდეთ, რომ ეს პროდუქტები, რომელიც მაგალითად ისე რო გამოწერო წევრის გარეშე ძალიან ძვირი ღირს მეგობრებო და როცა წევრი ხარ უკვე $20-ია მაშინ ჩვენი წევრობის გამოსაწერი ფასი. აი D ვიტამინი, რომელიც ამ კომპანიას აქვს საუკეთესო კაორთან ერთად, რომელიც უმრავლესობას ჭირდება მეგობრებო, თუ ახლა ადამიანს D ვიტამინი მოწესრიგებული აქვს, მაშინ რატო მიიღებს, მაგრამ ასეთი ადამიანი ძალიან ძნელად მოიძებნება დღეს, რომ აი თუნდაც D ვიტამინი, რომელიც ყველაზე მეტი საჭირო ვიტამინია ჩვენს ორგანიზმში, თითქმის ყველას დაბალი აქვს.
და D ვიტამინი ჩვენთან არის კაორთან, რომელიც ყველა ექიმი ამას ამბობს, ხო, როცა D ვიტამინი არის კაორთან, მაშინ ეს D ვიტამინი არის საუკეთესო, რადგანაც ხდება კალცის სწორი ფუნქციონირებაც ორგანიზმში. ანუ ზოგჯერ ადამიანს კალციც რომ დაბალი აქვს, ფიქრობს კალცის პრეპარატები როგორ მიიღოს. და ეს არის შეცდომა, როგორც გვიხსნიან ჩვენი ამერიკელი ექიმები. ამიტომ, როცა D ვიტამინი მოწესრიგდება ორგანიზმში და აიწევს სადღაც 70-მდე, აი მაშინ კალცის ცვლაც მოწესრიგებულია და არც ჭირდება მერე კალცის დამატება თქვენ წარმოიდგინეთ. ამიტომ ეს პროდუქტები ყველაფერი, აი თუნდაც მაგალითად ჩვენი წითლები, ხო? აი როგორი მოთხოვნაა წითლებზე. სისწარღვების გამწმენდი. ამერიკელი ექიმები ამბობენ, რომ 95% სიკვდილიანობა არის გული და სისწარღვები. მართლა ხომ ასია, მეგობრებო, თუ რამე სიკვდილიანობას გავიგებ ირგვლივ თრომბი. ამიტომ ყველაფერი აწერია ჯერ პროდუქტებს ყველაფერი აწერია მილიგრამობა, რას შეიცავს. ეს ყველაფერი რო გესაუბროთ, ახლა დიდ დროს წაიღებს. ყველაფერი ვიდეოები მიდევს ცაცაკი. ამიტომ ყველა პროდუქტი მნიშვნელოვანია. მოდი ვნახოთ კუჭ-ნაწლავის გამწმენდი. აბა თუ კუჭი და ნაწლავები ჯანსაღი არ გაქვს და სუფთა არ გაქვს, არანაირი კარგი რაც არ უნდა იკვებოდა, რა წამალიც არ უნდა მიიღო, ვერაფერი კარგად ვერ შეიწოვება და შედეგი არ გექნება. ამიტომ იქამდე ინსულტებიც კი დაბინძურებული მსხვილი ნაწლავის ბრალია მეგობრებო, აი ესე გვიხსნიან ჩვენ ამერიკელი ექიმები და ძალიან გულთან მიდის ეს ყველაფერი, ძალიან გულთან, რადგანაც დღეს არავის არ ეშლება ექიმთან წასვლა მეგობრებო, მაგრამ დღეს მე მიკავშირდება უამრავი ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი ექიმი მოიარა. ძალიან ბევრი ექიმი მოიარა და შედეგი ვერ ნახა. შედეგი ვერ ნახა ვერსად ადამიანმა. და აი რისი თქმა მინდა, აი წამალში ის აუცილებელი ნუტრიენტები, რაც ორგანიზმის ცხოველმოქმედებისთვის სჭირდება, ის წამალში არ არის მეგობრებო. ხომ ასია? და ზოგჯერ ადამიანს ორგანიზმი ითხოვს ცოცხალ პროდუქტს. ცოცხალ პროდუქტს, რომ აღდგეს ორგანიზმში ბევრი რაიმე მოგვარდეს. აი თუნდაც სახსრების პრობლემები, როცა აწუხებს ადამიანს, უამრავი ადამიანი მიკავშირდება უკვე, როცა აქვს სახსრების ტკივილი. რა იწვევს სახსრების ტკივილს? უამრავი რაიმე მიზეზი აქვს სახსრების ტკივილს. წარმოიდგინე, ექიმთან მიდიხარ, ინიშნება გამაყუჩებელი, რაღაც ანთებების პროდუქტი, აღმოჩნდება, რომ ის წნევაზე მოქმედებს, კუჭი, ნაღველი დაზიანდა და უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება ადამიანი. და ჩვენი ექიმები რას ამბობენ? როცა სახსრის ტკივილია, იქ არის ანთებაც. თუ ანთება არ ჩაქრა, შედეგი ვერ იქნება. და ამიტომ ჩვენთან არის ფაქტორი, რომელიც რამდენმა ადამიანმა შეიყვარა უკვე მეგობრებო, ფაქტორი, ძალიან ძლიერი პროდუქტი, რომელშიც ნიორი, კურკუმა, თევზისეთი, ქუათი, ყველაფერია ერთობლივად. და სერიოზულად, სადაც არ უნდა იყოს, ანთება ყველგან მიდის და აბალანსებს. და ამას უნდა დრო, ნელ-ნელა, დრო. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ჩუმი ანთებები, რაც ანალიზში ეხლანდელი მედიცინა არ განიხილავს, როგორ გითხრათ, ანუ ლეიკოციტების მაინც თუ კი ოდნავ მომატებულია, ნორმაში თვლიან, ამის თქმა მინდა. ნორმაში თვლიან. სიამდილეში ჩუმი ანთებები, სადაც არ უნდა იყოს, თუ ჩიყვის. აი ჩიყვისთვის ახლა ექიმთან მივდივართ ენდოკრინოლოგთან და არ გვიკვირს ახლა რომ ინიშნება ელთიროქსინი, ხო? ხშირად წამყვანი არის ერთი ელთიროქსინი. ან მონაცვლეობით 2-3 წამალი. და ის რა შვება? აი თავის ტვინს ატყილებს, რომ თითქოს და ციყვი ფუნქციონირებს. სიამდილეში ციყვი არ ფუნქციონირებს, ანთებაა, ხო? წარმოიდგინე მიზეზი რჩება. იქ ტვინს ატყილებ, მაგრამ მიზეზი რჩება. და ეს არის აქ, რომ ეს პროდუქტები აუცილებელია და ყველას გვჭირდება. იქამდე ხა წონის პროდუქცია დავიწყე, ხო? უამრავი ადამიანი მიკავშირდება მარათონებიდან გავლილი და მეუბნებიან, რომ აი წონა თავიდან დააგდეს, მაგრამ მე რაღაც დეპრესიაში ჩავარდა, ორგანიზმი სტრესში ჩავარდა, უძილობა დაემართა და 1000 რაღაცას მეუბნებიან. ზოგთან ძალიან კარგად გაიარა ამ ყველაფერმა, მაგრამ ზოგმა შიმშილი იგრძნო ორგანიზმა და სტრესი მიიღო. და მე დღეს დავიწყე რამოდენიმე შედეგი მაქვს უკვე და დავიწყეთ ჩვენი ლივგუდის ექიმებიდან სწორი რჩევები და სწორ კვებასთან ერთად
ჩვენ პროდუქტებს ურჩევ და სასწაული შედეგი. აი გუშინ წინ წაიღო ქალბატონმა და დღეს მირეკავს რომ ლიაში საერთოდ არ მინდა საჭმელი და აი მეორე კვება რომელიც უწევდა 4 საათზე აუცილებლად უნდა მიიღოს 3-ზე ან 4 საათზე მეორე კვება რომ ანთებების პროდუქტი დააყოლოს ხო მას და არ მინდა ლიას საჭმელი რას მოვესწარიო და არ შეიძლება რომ გამოვტოვო აი მეთქი ცოტა მაინც უნდა მიიღო რაღაცა რომ ეს პროდუქტი დარიო რადგან ნივრით არის და მე კუჭი არ აგიწვას მეთქი და ნუ კარგი რაღაცას მაშინ მივიღებ წარმოიდგინე აი ესეთი პროდუქტებია რომლებიც მართლა ყველა სჭირდება და ესეთი პროდუქტები ზუსტად იმ $10 როცა გვაქვს გადახდილი ამ შემთხვევაში გვაძლევს ჩვენ მერე კომპანია საბითუმო ფასებში რომ ჩვენ ვიხდით იმ $10 ყოველთვიურად ეხლა ჭკვიანმა ადამიანმა რა შეგიძლია რომ გააკეთო კომპანია გეუბნება შეგიძლია პირდაპირ გაყიდვებით იმუშაო და შეგიძლია გაყიდვების გარეშე იმუშაო ეხლა მე ძალიან მინდოდა რომ არ გამეყიდე ეს პროდუქტები და ხალხს ისე გაიგო ეს რომ ყველა დარეგისტრირებულიყო და თვითონ გამოეწერა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ადამიანი მოდის, ფული აქვს, სერიოზული ბიზნესი აქვს, რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და გეუბნება, მომყიდე რა შენ, მომყიდი, არ ვიცი ეგ გამოწერა, შენ გამომიწერე, მე მაგის დრო არ მაქვს, მე პირდაპირ ვიყიდი თქვენგან პროდუქტს. ეხ ესეთი ხალხიც არ უნდა დავაკომპლექტოთ, არ უნდა დავაყოვნოთ. და ამ შემთხვევაში მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ რადგან ასეთი ბევრი მაწუხებდა, მე დავიწყე გამოწერები ჩემს სახელზე, ჩემი მეუღლის სახელზე, ჩემი შვილების სახელზე, ბევრი მაღაზიები გავხსენი უკვე, ხო? ეს ახლა ყველა მიცის. დავიწყე გამოწერები და გავედი უკვე პირდაპირ გაყიდვებზე. ვდებ Facebook-ზე ეს რას აკეთებს, გაჩნდება უამრავი სურველი. ეს ხო შემოსავალია. ეს არის პირდაპირ გაყიდვებით მიღებული შემოსავალი მეგობრებო. ახლა მაგალითად, ვისაც ამბობს, ვისაც ეთაკილება, ვინც ამბობს, რომ არის ახლა ასეთი ადამიანები, მე გაყიდვა არ შემიძლია, მე ვერ გავყიდი. მაშინ უნდა შეგეძლოს გუნდის შენება. და ყველაზე კარგი ეს არის, თუ კი მიიღებს ამას ხალხი, აი ჩვენ ყველაფერი უნდა ვქნათ აი ამ ვიდეოებით, როგორ მე დავანახოთ ეს გულსრბელად. თუ კი ამას ხალხი გააკეთებს, აი საქართველოში არ აქვს ისე სწრაფი ტემპით, თორე დანარჩენ ქვეყნებში ხალხმა რაც თქვი თავიდან რომ 7500 მილიონერი ყავს კომპანიას, ყველა მესე შეძლო მეგობრებო, მოპატიჟებით, სამეგობროს მოპატიჟებით. და ჩვენთან როგორ ხდება? ჩვენთან ესე არც მეგობრები გვყვებიან, არც ოჯახის წევრები, ხო? აი იკავებენ თავს, რაღაცა არ გონიათ სწორი, რაღაცნაირად მაინც კომპლექსდებიან. და იმ სხვა ქვეყნებში მეგობრები ერთმანეთს უდგან გვერდით ახლა $10-ია იქაც და $10-ია ჩვენთანაც გადასახდელი. ვერ ვიტყვი რომ ეს $27 მანამ მაინც უჭირს ხალხს. ვერ ვიტყვი ამას, მაგრამ თუ მისი არ არის, არ გააკეთებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვეძებოთ ისეთი ადამიანები, ვისაც კეთილის საქმეს გაკეთება, გაუხარდება, იტყვის ყველას ეტყვის მის ირგვლივ, თვითონაც გამოიყენებს, რა თქმა უნდა, და ამ შემთხვევაში შეუძლია ააგოს გუნდი. კი ბატონო, მაშინ თითო მოწვეული ადამიანიდან გიხდის კომპანია $25. და ამის ვიდეო მაქვს გაკეთებული და მე ამ ვიდეოს მივაბავ მე იმ ჩაწერილ ვიდეოს ხელახარ არ მომიწიოს საუბარი. და კარგად გაიაზრეთ, კარგად გადახედეთ ყველაფერს. თუ გაყიდვები მოგწონთ, გაყიდვები შეგიძლია აწარმოოთ და სერიოზულ თანხებზე გამოიმუშავებთ და ის $10 აღარ იქნება უკვე სალაპარაკო. თუ კი გაყიდვები არ მოგწონთ და შეგიძლიათ გუნდის შენება, მაშინ დაამუღამეთ გუნდის შენება, მოიწვიეთ ხალხი, უამრავი ადამიანები მოიწვიეთ და ზუსტად ასე აიგება გუნდი. თითო მოწვეული ადამიანიდან გიხდის კომპანია $25, რამდენი ადამიანიც არ უნდა მოიწვიოთ, იმდენ $25 გიხდის ერთჯერადად და ყოველთვიურად გიხდის 25 ცენტს. და მე ზუსტად შემდეგ ვიდეოში ახსნილი მაქვს ამ 25 ცენტობით რამხელა თანხებზე არის. აი ზუსტად ეს მილიონრები იმ 25 ცენტობით ავიდნენ მეგობრებო. წარმოიდგინეთ, გუნდი შედგა, ერთმა მოიწვია, ორმა მოიწვია
მისიორი მათმა კიდევ ყველამ ორ-ორი ადამიანი, ორ-ორი სამ-სამი ადამიანები მოიწვია და ძალიან სწრაფად ააშენეს გუნდი. დღეს ტიმ მილერი ზუსტად ამბობს, რომ აი თავიდან ძალიან ძნელი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ძნელად მიწევდა იმ ხალხის დაჯერება, მაგრამ დღეს ვამბობ, რა ბედნიერებაა, რომ ლივგუდელი ვარო, წარმოიდგინე, რა ბედნიერებაა ლივგუდი. აი ჩაფიქრდით მეგობრებო, მართლა ნამდვილად გვესაჭიროება დღეს მით უმეტეს საქართველოში ჯანმრთელობასა და ფინანსებიც, ნამდვილად გვესაჭიროება, უბრალოდ უნდა დავინახოთ ამ საქმის არსი, კარგად ჩავწვდეთ, ჩავფიქრდეთ და ჩვენ ისეთი ადამიანები შემოვიყვანოთ გააზრებულად აქ. ჩვენ ადამიანმა აქ არ უნდა შემოგვიყვანოს, რატო ვიხდი $10 ის გაგვიმეოროს. ეს კარგად უნდა გაიაზროს ადამიანმა. არ გვინდოდეს უცებ შემოყვანილი ადამიანი. ჩვენ გვინდოდეს ზუსტად გააზრებული ადამიანი. ზუსტ მე უკვე რამოდენიმე ადამიანი შემომიერთა და მითხრა, რომ აი მე გიყურებ თქვენ და მინდა რომ ყველაფერი ეს ვისწავლო. და როგორც შენაკეთებ ზუსტად ისე გავაკეთო. აბა წარმატებები მეგობრებო, მსურველებს ყველა შემიძლია ინდივიდუალურად გაგესაუბროთ. ამ ვიდეოს ახლა გადავაბავ იმ ვიდეოს, სადაც კარგად ციფრებით ჩანს, რა შემოსავლებზე გადიხარ, როცა გუნდურად მუშაობ. ეს ვიდეო გადაუგზავნეთ ისეთ ადამიანებს, ვისთანაც გინდათ ამ შეთავაზების გაკეთება. არ მოგერიდოთ, ყველასთან გადააგზავნეთ და აუცილებლად გამოკითხეთ, აი რომ მოისმინეს რა აზრის არიან. აბა წარმატებები მეგობრებო. მეგობრებო, მოგესალმებით. ამ ვიდეოს წერ ახლებისთვის, ვინც ახლა შემოგვიერთდა პროექტში და ზოგადად იმ ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს შემოსავლები, რა გზით მოიპოვება ლივგუდში. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ ლივგუდი არის მსოფლიო მნიშვნელობის ერთ-ერთი ძლიერი პროექტი, რომელიც შემოსავლებს გვაძლევს წევრობიდან. ყოველგვარი ყიდვა-გაყიდვის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ გასაყიდი ამ პროექტში უამრავი პროდუქტია, ჩვენ კომპანია თანხებს გვირიცხავს მხოლოდ და მხოლოდ წევრობიდან. ეხლა რა არის ჩვენი მოვალეობა კომპანიაში? პირველი რეგისტრაცია ერთჯერადად, რომელიც ჯდება $50 და შემდეგ ბიზნესის საფასური თვეში $10. აი მხოლოდ ეს არის ჩვენი მოვალეობა მეგობრებო ჩვენს კომპანიაში. ეხლა იმისათვის რომ გავიდეთ შემოსავლებზე, თითეული ჩვენთაგანი. ამისათვის საჭიროა სულ რაღაც ყველაზე მცირე 2 ადამიანის მოწვევა კომპანიაში. და ეხლა რა ხდება ჩვენი 2 მოწვეული ადამიანისგან. ნახეთ თქვათ ეს ვარ მე, მოვიწვიეთ 2 ადამიანი. ვინაიდან და რადგან კომპანია თითო მოწვეული ადამიანიდან ჩვენ გვიხდის ერთჯერადად $25 თითო მოწვეული ადამიანიდან, როგორც კი მე 2 ადამიანი მოვიწვიე, კომპანიამ $25 დამირიცხა ერთჯერადად საჩუქრად და ყოველთვიურად ჩვენი მოწვეული ადამიანებიდან ყოველთვიურად გვიხდის კომპანია 25 ცენტს. ანუ რა მოხდა? ჩვენი მოწვეული 2 ადამიანიდან პირველი დადებული ის $50-იც დავიბრუნეთ და მხოლოდ და მხოლოდ გრძელდება ჩვენი ბიზნესის საფასური $10. მაგრამ ეხლა ვნახოთ ჩვენი მოწვეული 2 ადამიანსაც თუ ვასწავლით, მანაც მოიწვიოს 2 ადამიანი, აი რა შემოსავლებზე გავდივართ უკვე. აქ უკვე ირთვება მეგობრებო გეომეტრიული პროგრესი მართლაც და ნახეთ რა მარტივი სისტემა იმისათვის, რომ ადამიანი თანდათან გაძლიერდე, ააშენო გუნდი და საბოლოოდ გახვიდე $16,000 შემოსავლებზე. ეს ნამდვილად ხდება ჩვენთან, რადგან კომპანიას უკვე 7,000 მილიონერი იყავს და ეხლა საქართველოს ჯერია მეგობრებო, რომ ჩვენ ერთმანეთს დავანახოთ ეს მარტივი სისტემა. რადგანაც ადამიანებს ქსელური კომპანიებიდან და სხვადასხვა კომპანიებიდან გამომდინარე გული აცრუებული აქვთ და უკვე შიში აქვთ ახალი პროექტის ჩართულობის. ისევ იგივე სიტუაცია გონიათ აქ. არა და აქ სულ მარტივია ყველაფერი, ხო? ნახეთ
რა ხდება მხოლოდ ორი ადამიანის მოწვევით. ორ ადამიანს ვიწვევთ და როგორც მოგახსენეთ, რომ აქ ძალიან მარტივია ყველაფერი, რადგან მხოლოდ $10-ია საუბარი. $10 არის 27 ლარი. 27 ლარი გვიждდება ბიზნესის შენახვა და ორი ადამიანის მოწვევა. და ნახეთ რა შეუძლია ამ ჩვენ ორ ადამიანს, მეგობრებო. 2 იწვევს 2-ს და ხდება 4. ეს ხო გეომეტრიული პროგრესია. 4 იწვევს მის 2-ს და ხდება 8 ადამიანი. 8 იწვევს მის 2-ს და უკვე 16 ადამიანი ხდება. 16 ადამიანიდან ჩვენ უკვე ნახეთ მხოლოდ 25 ცენტობით დაგროვილი თანხებით $7 და 50 ცენტზე ავდივართ. ნახეთ, თანდათან აღმოჩნდება, რომ ის თვიური საფასური, რაც ჩვენ გვიჯდება კომპანია ლივგუჩი, ნელ-ნელა ორი ადამიანის მოწვევით მივდივართ იქამდე, რომ შემდეგ თანდათან სადღაც მეოთხე დონე, მეხუთე დონიდან უკვე ისიც არ გვაქვს გადასახდელი. შემდეგ მიდის ასე 8 იწვევს მის 2 ადამიანს და ხდება 16, 16 მის 2-ს და 32, 32 მის 2-ს და 64, ასევე მე 128, 256, 512 და აი რა შეუძლია გეომეტრიულ პროგრესიას. 1024, 2048, 4096, 8192 1000 ადამიანი, 16384 ადამიანი და საბოლოოდ აი მე-15 ლეველზე იკრიბება უკვე 32768 ადამიანი და აი ზუსტად ჩვენი ხელფასი ამ დროს შეადგენს მეგობრებო $16383,000, ხო? აი ამ გეომეტრიული გამოთვლების ფონზე გახდა კომპანიაში ამდენი 7000 მილიონერი მეგობრებო. ეს სიმარტივეა, მეტი არაფერი სირთულე არ არის. აქ და ვფიქრობ, რომ აი ძალიან მარტივი სისტემა უბრალოდ კარგად უნდა დავანახოთ და ძალიან ბევრ ადამიანს ვაჩვენოთ ეს. ვფიქრობ, რომ გამოგვადგება.